ძალიან საინტერესო ისტორია. გვაქვს რატომაც დღესდღეობით ვართ ღვინის ინდუსტრიაში. ჩემი მეუღლე იყო არქიტექტორი და ერთშვენიერ დღეს გადაწყვიტა, რომ გაეკეთებინა ღვინო. ვიტყვი იმასაც, რომ ღვინის განვითარებაში ჩვენ ოჯახს თავისი წვლილი მიუძღვის, იმიტომ რომ დიდი ბაბუა ჩემი მეუღლის მეღვინე იყო და მოხდა ისე, რომ გამოუვიდა ღვინო. როდესაც ღვინომ გამოიწვია საკმაოდ მაღალი ინტერესი, გაჩნდა ტურისტები. მოდიოდნენ, აგემოვნებდა ღვინოს და მე ამან გამოიწვია ის, რომ რაღაცა მისაყოლებელი ჭირდებოდა, თქო საჭმელი, ქართული. ჩვენც გადავწყვიტეთ ქართული სამზარეულო შეგვეთავაზებინა და რა თქმა უნდა, ჩვენი ღვინო რადგანაც ბიოდინამიურია და აბსოლუტურად ბუნებრივი ყურძნის სითხეა, საკმაოდ უნდა ყოფილიყო ისეთი, ხო, განსაკუთრებული, განსხვავებული. უნდა ვთქვა, რომ ისინი ხვდებიან იმ გარემოში, რომ ნახონ როგორ ცხოვრობს ქართული ოჯახი. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მე ვფიქრობ. ამ ყველაფერს ემატება ძალიან ერთი ყველაზე საინტერესო ფაქტი, რაც არის წარმოდგენილი ჩვენს კედელზე, ჩემი მამამთილის ბატონ თემო გოცაძის ნახატები. ასევე ვიყენებთ მის ნახატებს და ესკიზებს ჩვენს ეტიკეტებზე და რაც არის ძალიან ფერადი და მართლა ოჯახური ტრადიციების პროდუქტი გამოვიდა, მოდი ასე ვიტყვი. ძალიან ბევრი ტურისტი, რომელიც ჩვენთან მოდის, აგემოვნებს ღვინოს, მიირთმევს ქართულ კერძს, მათ უნდათ სურვილი უჩნდებათ, რომ დარჩნენ ჩვენთან. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ წელს აგვეშენებინა პატარა კოტეჯის სახლი, სადაც ტურებს შეუძლიათ მოვიდნენ ჩვენთან, დაისვენონ, გაერიდონ ყოველდღიურ ყოფას ქალაქიდან და ჩვენი კარი მათთვის ყოველთვის ღიაა.